საღამომშვიდობის ხალხო, როგორ ხართ, გამომარჯოს. დღევანდელი განრიგი უნდა მოგიყვეთ და საღამოს ელდა კიდე ჩამოუსხედით. როგორც ყოველთვის ვიდეოს ბოლოს იმას აღნიშნავ, რომ შორე და იყოს წყარად, რომ შორე ამ ვიზუალის მე რო ბანაობ. ახო, რა მინდა. ოდნავ ზეთი. სუსტი, შეიძლება არ ჭირდება, მაგრამ იყოს. ოდნავ განახებთ ხარ რას თქვენ. არა, რას ვაკეთებ არა. რა რის მოკეთ იძულებული ვარ გავაკეთო. ვერ ჩავსვი გრამატიკულად. ესე იგი პირველ რიგში, რა ვიცი, უამრავი ემოცია მივიღე თქვენგან და უღრმესი მადლობა. აი, არ ვიცი, ზღვა ემოცია მივიღე თქვენგან. და აი, ამაზე მეტი უკავშირი იმ შენ ვიდეოებზე, რასაც აკეთებ, არ არსებობს. ანუ ამას რომ მიიღებ, ესე იგი იმ სწორ ადგილას, ანუ სიტყვა პალასაზე ხარ არ მიყვარს, მაგრამ ანუ რაღაცნაირად ფიქრობ, რომ სწორ ადგილას ვარ. იქ სადაც უნდა ვიყო. ზოგადად ყოველთვის მაქვს ხოლმე იქ განცდა, რომ იქ ვარ სადაც უნდა ვიყო. თორია გამოიყენო ყველაფერი კარგად და ავი ცხოვრების ზოგადად რა, ახლა შეიძლება ცოტა გადავხვიე, მაგრამ სულ მაგას ვფიქრობ რა, რომ რაც გააქვს, როგორც გააქვს, საშინოდ უნდა გამოიყენო, ოღონდ ხვის ცუდის ხარჯზე არა. და ანუ რომ გაივლი წლებს, რომ გაივლი და რომ მობრუნდები და ოდნავ რომ დაფიქრდები შენ რამდენიმე წელზე, რამდენიმე 10 წელზე, ჯერ ის შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ არ მინდა რომ რამე ვინანო, რომ აი ამა და ამ დროს რატო ეს არ გავაკეთე და აი რატო ან შემრცხვა, ან რატო დავიზარე. ვიცი რომ მაგას ჩემ თავს ვერ ვაპატიებ და ცხოვრების ბოლომდე სინანულად მექნება რა. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ გავაკეთო ის, რაც შეიძლება წლების მერე ვეღარ გავაკეთო და ან აღარ გავაკეთო. და უბრალოდ არ მინდა რომ წლების მერე მოbrunდები, ჩემ თავს უთხრა, შენიშნა რომ შენ შეგეძლო ეს გაგეკეთებინა, ამით სიამოვნება მიგეღო, ამით შენც გაგეხარა და ის ხალხიც. უბრალოდ გეცხოვრა ბედნიერად, პრობლემების მიუხედავად. და აი ახლა ეგ მომენტი მქონდა გუშინ, რომ აი ხვდები, რომ იქ ვარ სადაც უნდა ვიყო და მადლობა ღმერთს ამისთვის. გუშინდელი თქვენი ეს უკავშირი იყო პიკი ჩემთვის. ახლა გასწავლე. ეს ძველი ნივთია, ლაშას ბაბოს დროინდელი და პირველად ვაცხობ რა, არა მეორედ. ოღონდ ცომს მოგიყვებით საოცრად გავაკეთე. არ ვიცი ხა ამას გავაკეთებ თუ შეიძლება საერთოდ გავაკეთო. მე ხო იცით რაღაცას რო ვაკეთებ. ტესტა ვან განმოანა. ხოდა ეგ მომენტია. სანამ ხა ეს ოდნავ გაცხელდება თუ როგორც გაცხელდება ისე. არც ვიცი რა ტემპერატურა უნდა დავდგა. თანათან მოვყვეთ ხა ეს ამბავი. ესე დავდგები რომ შუქი ვიშლით და თვალს გჭერით. შევის სინათლე. ხო, მადლობა ამ ყველაფრისთვის. გუშინდელი თქვენი ემოციები, ნინიკოს ემოციები, ჩემი ემოციები, კაი დროის გატარება მე საღამოს საყვარელ ხალხთან ერთად, კაი დღე იყო, დამღლელი, აი ხოხვით მიველი საწოლამდე, მაგრამ დღეს ბავშვები სკოლაში არ გავუშვით, ლაშა ადგა და თვითონ აღდგა და წავიდა. ხოდა კი ვფიქრობდი რომ კაი წავიდნენ მეთქი ხა მათ მშიამ უნდა წაიღოს მეთქი ტვინ და თელი აქ ხო ჭურჭელი, იქ ჭურჭელი, ქარი ამოვარდა, ეზოიცინას გავდა გეფიცები ერთი რა ვიცი, მეზობლის ძრუხარ დადიოდი ჩემეზოში. საშინელი მდგომარეობა იყო, რო იტყვიან და დილით ისე დამეზარაბეთ თვითონ ადგომა. აი ისინი რომ მიდიოდნენ თავის თავს მიხედავმა, ნინოს ჭირდები ჯერ დილაობით. მაგრა დამეზარა და გამოელდა ლაშს რომ ხო კაი დარჩნებეთი, არა მაგრამ ეზარებოდა. ხო ნელა
ფეხის ათრევით და სიზარმაცით გავედი ბოლოში ოთახების გამოწმენდა დარჩა და აუცილებლად გამოწმენდა ამის მერე. დავალაგე ყველაფერი ჭურჭელი რაღაცა დავაბინავე კიდეც და ბავშვები ხო იყვნენ გუში რა და ოთახებში რო იყვნენ იქი ხო მოძრაობდნენ თამაშობდნენ ხტუნაობდნენ რა ვიცი რა და რაღაცები იყო რა რომ გასამზადებელი გასასუფთავებელი მქონე მოკლედ ტურიზმისგან 2 4 6 8 10 12 16 ბურთულა მინდა ეს მეგონი ბევრია ხო და ეს ბევრი ხო არა იცი რა შევგოდი ერთი დავტესტოთ და რა გამოვა იქ სადღაც ნახევარი დებოდი მოდი ხა ნახოთ რა გამოვა და ისე გავაკეთოთ დანარჩენი ეგ ჯობია ანუ ესე გავაკეთოთ თუ ვაფშე გავაკეთოთ ხო და მე ავედი რა მოკლედ მართლა ნამუსმა და სადღაცას რაღაცა ჩაძირულმა ნამუსმა შემაწუხა რომ რას გავქალო სახლი და გამოვაყენე ჩემი ბორბლებიანი მხეცი მტვესაც ვუტი დავალაგე მტვე ობობები გავაუბედურე გავანადგურე მტვრებიც გადავწმე მაგრამ ეხა შეგინთარიან ლაშა და იოანე ოთახს იმ კუთხე აი ამას უკეთებენ აი ამ კუთხეებს და კი მითხარ მოდი მომეხმარებიო და ისეთ სახით შევხედე მეთქი მოვკვდი მე მგონი ეხლა და შანსი არ არის ნინო რო ცეკვაზე გავუშვი ავედი ოთახში რომ მეთქი თან პარალელურად ის რა გავაკეთე საფხულის რაღაცეები ამოვალაგე გადირობებიდან ჩავალაგე იმ ჩემოდნებში და რაღაცა აი ესეთი თვილი რაღაცები ამოულაგე ბავშვებს რომ ცივად ახლა არის всё მორჩა რა სექტემბერში უკვე დეკემბერია იყო და ეგ გავაკეთე პარალელურად რაღაცები და დამეძინა ხალხო სადღაც 40 წუთი აი როგორ გავიდა ვერ გავიგე ისე გემრიელა და ისე დასვენებულმა გავიღვიძე ხო და მე დამირეკა ჩემ მართალმა რა რომ მანანაო ჩემი ძმა აშენებს სახლს და აუ ხვალე უმუშებიო და რაღაცაო და ხვალე უმდელი დღესო გამიცვლიო რომ ხვალე შენი მუშავეო და მე მივხედავ მუშებსო მეთქი ვერა მეგი რომ დღეს ხო იოანეს დაბადების დღე და კიდევ მადლობა მოლოცვებისთვის და დღეს არაფერს არ ვაკეთებ საერთოდ მარტო მოლოცვით შემოვიფარგლეთ არც ხვალე და ზეგი პატიჟება თავის ძმაკაცებს და ანუ ზეგის რაღაცები ხო ზეგის ხო ფიქრობ დღეს შაბათია მე ზეგის რაღაცეები მაგ მეთქი გასამზადებელი ანუ რა ხვალინდით და მეთქი შანსი არა კიდე კაი უარი უთხარ და რატო ხა გეტყვით ბაიმე დაიცე ქალო გამოწვეს რო ეცი ამოვარდა და სხვა მხარეს ჩავხდა ეს ატელეფონებელო და სად შევიწყე მე ცოტა უწევ რა აჰა წერან ჩამოვედი დავწქვენი კარტოფილი შევუწვი ახლა ბარბარემ და ნინომ ჭამის მარტო მოვალაგე აკუხნა და მეთქი ახლა ავალ თარამე ფილმს უყურებ და დავაუთებ და ხვალინდელი დღე ჩემია თქო რა ანუ ნენელა გავამზადებ იმ ყველაფერს აბა თქვენი ეს რა დამავიწყდა ხვალინდელი დღეს კი კახეთი ხვალ 9 საათზე ექსკურსიაზე მივდივართ თურმე აღარ მახსოვდა ხახნო აი ამ დღეების გამო ბენტერების გამო მაგრად დამევიწყდა ანუ ეს დღეები წინა კვირა ლაშას იუბილე ეხა ბავშვების და აი ფაქტიურად დღე არ ჩავარდნილა რომ გაიგე გამოიქი არ იყოს და იმდენად მინდოდა რომ შაბათი დღე არაფერი ყოფილიყო რომ გადავწყვიტე ჩემს გონებაში რომ შაბათ დღეს ჩემია და არაფერი არ ხდება და ყოველთვის ექსკურსიაზე რომ მივიდივართ ხომ რაღაცებს ვამზადებთ ხოლმე და ეს თითოეულას რომ იქ სანამ ბავშვი ჩავა იქ რაღაცა ცოტა წაიხემს წაიკიკნოს რაღაცა და ბავშვი ცუდად არ დაგვიხდნენ რა მე კი რაღაცას ვაკეთებთ ხოლმე მაგრამ უკანა გზაზე რა და იქამდე სახომ მივუვართ ახლა და რაღაცა ხომ უნდა ვაჭამოთ წამოვხდი უცბად ჯერის გამახსენდა რომ კიდე კაი მეგის უარი უთხარი მეთქი და წარმოვიდგინე ხვალე დილით რომ სამსაუში რომ ვიქნებოდი და ნათია რომ დამილეკავდა მანანა სადა ხარ შენ გელოდებით მე თევზებში ვიქნებოდი
მეგის დაურეკემე რა ის მე ვთქი მზადება და რა ის ისე ხალ კახეთში მივდივარ თურმე ხალი და არ ვახსოვს თქო აი მე წამოხდი ახლა ვეცი გამოვიღე 5 კვერცხი ანუ რა გავაკეთოზე ახლა პერაშკების შანსი არ არის თან ჩატში ვნახე პერაშკებს აკეთებენ იმას აკეთებენ იმას ანუ განა არ შეიძლება რომ ისე წავიდე ანუ აფერი გავაკეთო და უბრალოდ ჩანთა წავიღო ძალიან არ გაიგო ხა იქ ჩანთაში რა ვიდე ხო ისა ლალი თუ მიყურებ ამბობებს გადაახდი ამიაშს ნინოს კლასზე ნინო თუ მიყურებ გადაახდი ამათებს გადაახდით ეს არ გაგიგე და არ ჩამიშვა ანუ დიდი ჩანთით ჩავალ რომ ძემკლავიანები წამოიღო რა ძალიან არ გაიგო ხა მე რა მივიდა ხო ეგეც ხო ვიფიქრე მაგრამ მე ნამუსი ძალიან ამიტყდა იმიტომ რომ ეგრე გავაკეთე ერთხელ რომელიღაცის ექსკურსიაზე არ მახსოვს აი ესეთი მაგარი გაუბედურებული ვიყავი თავი არ მქონდა არაფერს და ვერაფერი ვერ გავხდი მე გონი ივანეს ექსკურსია იყო თუ არის და წელს არა კაცურა გუშაშანშანშანცირა ჩამოვედი უცბად ასული მაგრამ უნდა გამომეწმინდა და ხალი ამბობდი რომ всё თქვა ხვალინდელი დღე ჩემი ნელა რაღაცებს გავაკეთებ იმიტომ რომ სუბიჭები უნდა იყვნენ და ერთადაც მწვადი რაღაცა და მაგას ლაშა მიხედავდა მაგრამ ეს ზაკუსკები მალე მორჩებდნენ მთელი დღე ჩემი მაგიტო ვალაგები დღეს რომ ხვალი აღარ მქონდა საქმე და შაბათი დღე ჩემთვის გამომეყენე ჩამოველი 5 კვერცხი ჩავაგდე ანუ ზოგადად მე ნამცხარს ვაცხობ როგორ გახსოვთ ტორტი როგორ გამოვაცხე ლაშის დაბადების დღეზე აი ეგრე 5 კვერცხი ჩავაგდე ესო კი აი რაც მქონდა დამიზარა სხვის გამოტანა პადულიდან და რაც მქონდა ის ჩაუყარე ბანკით თვალის ზომით ქვილი კაკაო მოურია ცოტა თაფლი დავინახე ისიც საფრთხლიშე წყალი დავდგი ორთქლზე მოვხაშე მე ისე ქვილი დავამატე და გამოვიდა ასეთი მასა ხო გამოფხერებელიც უყავი ცოტა არ ვიცი რა გავაკეთე არ ვიცი რა ქვია არ ვიცი რა არის ამასაც არ ამიხდია ჯერ რომ ნახო რა არის რა რაღაც անդო მე ვიფიქრო რა შეიძლება თქო და უცბად გამახსენდა ეს ფორმა მაქვს ერთხელ გავაკეთე ამ თქო არ მახსოვს ის ცომიც ეგრე გავაკეთე ერთხელ გამოვიტანე და ველოდებით გვეთანე რა გამოვა თუ გამოვა გავაგრძელე თუ არ გამოვა არ ვიცი რას ვუსავ მართლა არ ვიცი იმ ცომს რას ვუსავ სავარაუდოდ პარკში ჩავდივარ და საყინულეში ვთხოვე და მე რა აფინებს გავაკეთე 10 წელს აი მე სუნია და აი მე რა ლამაზია დავწიხარ ჩაუწი კალო აი მე და როა უძგრიანი იმასავით ხო აი ნუ წაუკაკლებს მაგრამ რა კაკალი არ არის მე ხა ჩავაქრო 2 წუთი ამის გაციებას დაველოდოთ ერთი და ვნახოთ შიგნით ცობი ხო არ არის არა კაი კაკალია მაგრამ ისა ვერ შეავსო ანუ მაგაზე ცოტა დიდი უნდა ცომი ეხლა ვნახოთ გემოს ვერ გავს ინჯავ დღეს კვერცხი და კარაქია იმი რა კარაქია ხა გამომშრალია რა ვიკაცო უნდა წამო არ უნდა წამოვიღებ უკან და ჩემი შვილები შეჭამ წამით ბავშვებო ყოველ შემთხვევაში გამომშრალი არის ეხა ჩავალაგებ და მე თან აქ მასე დავალაგებ ხა 16 წელი 2 4 6 8 10 12 16 წელი აუ ზეთიანი ხელი არ მინდა ზეთიანი მე მიზინძლება ხოლმე ხო რა შეეხება დილას რატო არ დავდე ვიდეო რატო არ დავდე ვლოგი YouTube-ზე იმიტომ რომ მინდოდა რომ ის ვიდეო რომელიც გვიან დავდე ანუ იცი რატო დავდე გვიან ხალხნო სტუმრები სანამ იყვნენ ხა ძალიან ცუდი ის იქნებოდა რომ მე დამჯდარიყავი და მონტაჟი დამიწყოს სუფრაზე და გოგოებისთვის არ მიმექცია ყურადღება და სანამ ერი გავისტუმრე და კერძები ესა ავიღო მეთქი არ გამიფუჭდეს და ჭურჭელი ეგევრევე დავტოვე გამოვკეტე კალები და დავტოვე ხო და სულ ყველამ რომ დაიძინეს ჩემ მომთილს აქ დარჩა უცბად გამახსენდა ის კაცი რომ დასვენება უნდა მეთქი ავედი უცბად გაუშალი მეთქი დამავიწყდი შე და ჩამოვედი შენ ვარ წვებიო და
მანდ დავწები მეთქი უბრალოდ კერძებს ავიღებ და საკუსკები ავალაგე რომ არ გამიფუჭდეს მეთქი რა და ხო და ესა ჩამოვედი დავჯექი აი მარეულ ოთახში ყველას ეძინა დავამონტაჟეს ვიდეო და დავდე რომ მეთქი დამთავრდეს და დამონტაჟოს თვითონ და დავიწყე ალაგება და იმაშინ დავდე ვიდეო ავედი დავწექი და როგორ დამეძინა ვერ გავიგე როდის მე მგონი ჰაერში ვიღაცას თუ აინტერესებს ხელების დაბანილი თუ მაგ თუ არა გავილოკე ცხელა მაგრამ ისა არა უშავე შორიდან ხო იცი უნდა ვიბანაო ეხლა ვფიქრობ ამას ხვალ დილით ეხლა არა ეხლა რომ დავაყარო დასველდება ხვალ დილით თქო პუდრა დავფქვა და ის დავაყარო ნახოთ არ ვიცი ხვალ ისევ რუსნახევარზე უნდა ავდგე რომ მოვაწესრიგო ნინო ჯერ ქათმები რაღაცებს დავაპურო არ მინდა იგე კუდით წავიყვან ალბათ მას დავუწნავ ისიც არ ვიცი რას ჩავაც მე დღეს სხვა შორის ამინდიც უნდა ვნახო ხუდი რაღაცები ამოვლაკე რა და მაიკას და ხუთს ჩავაცმე მე მინდა რომ ძალიან მინდა რომ ჩავიცო კომბინიზონი მაისური არ ვიცი რას ჩავიცმე მაგრამ ის სამხედრო ჟილეტი რომ ეგ მინდა ჩავიცო იმიტომ რომ ბაიავი რამდენი ხანი გავრიცხი გამომთვე და არსად აღარც მია სამსახურში არ მინდა ჩავიცო ხა მიუხედავად იმისა რომ იქ სუფთად ვკიდეთ ხოლმე ის და რაღაცა არ მინდა ხო შემეკითხა კიდე სამსახურთან დაკავშირებით როდის მოდიხარ სამსახურიდანო და ჩემი სამსახურის ბოლო დღეა 29 ოქტომბერი 29 ოქტომბერს ოფიციალურად ვამთავრებ თევზებში მუშაობას და ნოემბრის პირველივე კვირას გავდივარ საკონდიტროში როიტყვიან სივს ვაბარებ ეხლა ამით ნინო იმიდი არ მიყურებს და არ გადაიფიქრებს შეებსაყვანას 2 4 6 8 10 16 იყო მე მგონი ესე ძალიანაც არ უნდა დაბურთავება, იმიტომ იქ მისცემს თვითონ ფორმას, არა ტყუილე უწვალო ხო? იმდენად მალე მინდა რომ მორჩე. მე ნელა გავადიდე გუნდები და შეიძლება თლიანი ჩავდო. ხო, და ანუ დღევანდელი ვლოგი კიდე რა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვახერხე და ანუ კიდავლი ეყავა წყნარად რაღაცა ის და შემეძლო ჩამეწერა, მაგრამ როდესაც ვიდეო იდება ხოლმე და იმ წინა ვიდეოს ზემოდან ედება ბევრისთვის ის ვიდეო ხელმი ანუ აღარ ვარდება რა ანუ ის ანუ მაგალითად ის რაც მე დავდე ნინოს დაბადების დღის სიურპრიზის ვიდეო ანუ აღარ ამოუვარდებოდა ვიღაცას ვისაც არ უნახია და მინდოდა რომ მაქსიმალურად ის ჩვენი ბედნიერების წუთები თქვენს გაგეზიარებინათ და მაგიტომაც თავი შევიკავი რომ მეთქი დღეს ისე ფიქრობდი რომ ანუ დღევანდელ დღეს აღარ დავდებდი ვლოგს და ის ვიდეო იქნებოდა რა და ნახავდა ყველა. ძალიან სწრაფად ავიდა ნახვებზე, ძალიან კარგი შედეგი დადო ნახვების მხრივ და ეხლა რატომღაც რომ მარტო გადავჭიდა რაღაცა, რა გავაკეთოთ ხო? გამახსენდით. რატომაც არა, მოდი ეხლა და საღამოა რა, ეხლა იმ ვიდეოს დაედება თუ არ დაედება, უკვე ხო ნახეთ და მე მგონი მაქსიმალურად ყველა ნახეთ, იმაზე მეტმაც ნახეთ, ვიც წარმომედგინა. 2 4 6 8 10 12 16 ნახოთ რა იქნება ხა ვანდებ ამას ისე ძალიან მინდა გამოვიდეს ანუ ამას ცირატო გადავწყვიტე ამით გაკეთება აი იმაში რომ ჩავდებ რა ქვია კონტეინერში და წავიღებ და აი ბავშვებს რომ თითოეულ ისოს ვაიღებენ ანუ ზომაც ისეთია რა და ყველას შეხვდება რამდენი არიან 24 თუ 25 ანუ 16 კიდე 16 ანუ ერთი 5-6 ჩადება კიდე უეჭველი და შობლებით შეჭამენ ბავშვებიც და ასე შემდეგ ჯერ გამოვიდეს ხალხურას იწა
ნახოთ რა იქნება. დავიღალე, მართლა დავიღალე. ყოველ წელს ხოლმე არა ხა ვიღაცა მაგ გაიგოს რაღაცა მეზარება ხოლმე, მაგრამ ძალიან კარგ დროს ვატარებთ ხოლმე, ხიაბლობთ ხოლმე ეს ოქტომბრის ის, მაგრამ ოქტომბრის 15-ში ხვდები ხოლმე, რომ უკვე გადავიწვი და მე დასვენებას ვიწყებ ხოლმე ცოტა ისე. დასვენება უბრალოდ იცი რა არის ჩემთვის დასვენება, იმაგალითად სკოლაში რომ გავუშვებ ხოლმე და არაფერს ვაკეთებ. და ჩემთვის ვარ. არც არაფერს ვუყურებ. არაფერს, ან გავგათიშული ვარ. ეს არის ჩემთვის ესე აღდგენით სამუშაოებს უკეთებ ხოლმე ჩემ თავს. მოხდა მართლა ეს ამოbrunოთ. მე მგონი იმ ხელა გუნდები ჩავდი რომ 100 წია ხარ თუნდაც სახელური. ისე იმაზე ვფიქრობ, რომ არ გამხსენებოდა მე, რომ ხვალე კაფეში მივდივართ. არა და ხო გითხენ, ხო გითხარით, რომ ხვალ კაფეში მივდივართ. გითხარით. როგორ არ გითხარით? მაგრამ აბა, გახსოვდათ, რომ გაგახსენეთ. თქვენ ხო იცით მახსოვრებას დაკავშირებით რომ პრობლემებია მაქვს და კალენდრულ აღქმასთან კიდე. ძალიან ხوره უწყინით. მე მგონი ტყუილა ვაგორ გალავთ, უბრალოდ მოუწყვეტავ და დავალაგებ იქ თავის ფორმას მაინც მისცემს, რაღაც უჭყლეტავ და დრო გამყავ ტყუილა რა. აი, ჩააგდებ, მისცემს ფორმას. ოღონდ დიდია გოგო. რაღაცა იწვის. ხახმა აშკარად რაღაცა იწვის. აი მე რა ლამაზებია გავგიშდი. მე ავხატე და ვეღარ ვაფარებ, ვერ დაუმიზნე. მე დეში მიცომია რა. ცოტა უნდა დავაპატარავ. ესეთი კაკლის ფორმები, კაია, ოღონდ ეს არის ორივე ჩაღრმავებაა და ესეთ კეთდება და არის რომ ერთხელ ჩაღრმავება მომხარეს პირიქით ესე აი ესეთია რა და ესე ვაწვება მარტო კანი წვება და იმაში გდებ მე იმას მალაკოს ეს ძალიან გემრიელია. ეს უბრალოდ პატარა ბურთები წვე, ბისკვიტები წვე. იონე თავდღევანდელი დაბადების დღე უბრალოდ ჩაულებრივ გაატარა. ჩაულებრივ მხრივ რომ ანუ არავის სტუმარი არ ყოლია. თვითონაც არ ეცალა და გადაწყვიტა კვირას მოეწყო დაბადების დღე. იონეს საჩუქარზე ვიფიქრე, ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. ფიქრობდი ახალი უსასმენები მეყიდა, მაგრამ ის ძველების კარგები აქვს. კონდეს. ხო დავდგები და ფულს ვაჩუქებ რა და თვითონ გადაწყვიტოს რა უნდა ხა. ნინოზე, რავი, ალბათ კიდე წლები მეცოდინება რა ემდოვება. ბარბარესაც ტელეფონი უყიდეთ წელს და ალბათ მეორე წელს ფულს მივცენ და თვითონ გადაწყვიტავს რა უნდა. ჯერჯერობით ნინოზე მაქვს რა ქვია მაგას ბედნიერება რომ აი მე იწვის აუ ვითომ ხა ის მზად არის ამაში უნდა ჩავყარე ხა ის მზად არის ხალხო ვაიმე რა ლამაზია კეფიცები რა ესე მალე ხდება ზუსტად ისიც რომ ესე 2 4 6 8 10 12 მოდი ცოტას დაგიწევ ხა შენ რო ისა ჩავალაკო თან
1 აი მე ეხლა განახეთ როგორები გამოვიდა დიდად თავს აღარ შეგაწყეთ ზოგი ცოტა დიდი მომივიდა ისევ დავაცლი აი რა წეღან მიწვალე და გორგალავებაზე თუ რაც აქვია ეს ისედაც მისცემს ფორმას აჰა ორიც და განახებთ აბა ის როგორი არ დაგინახეთ ეგ დაბლა რომ დავარდა და ახლა ფეხიც დავადგე გარდაგინახეთ ეგ მომენტი აბა დაგაფარო ეს გამოვრთე თუ დაბარსია ხელებს დავიბანდა მოვედი ნახოთ რა არის როგორია გამომშრალი, მაგრამ ეს რატო გაიღუზნო? გოგო ცომები დიდებია და იმიტომ. გემოს რო ვერ გავსინჯავ. კბილია. აია, თუდი არ არის. ნამდვილად არ არის თუდი. უბრალოდ ცოტა პატარებიც ჩავდე, კაია რა, აი ხა ხო პატარებით ჩავდე და მე მგონი გამოვა. ნახე როგორი აი კაი ზომაა. აიღეს ბავშვი. ეჭამს, ორი ცალი შეჭამოს, ცოტა სიმშილს მოიკრავს. რა, მე გამოვაცხობ. ძალიან არ გამოვიქნევ რო არ დაიმტვრეს. აი ნახე რომელიც ცოტა სქეჭი. დაიცა ჯერეს ცობი გადავაგდო რომ დამსჩა დამივარდა აი რომელიც ცოტა ის იყო სქელი ბევრი ნახე როგორ გაგახეთქა არა უშავრა მანი შენ ჯეჭამე გოგო აცობი და გავისათო ეხლა მაინტერესებს ეს ცოტა პატარები რო ჩავალაგე როგორი იქნება მანამდე თქვენ აღარ მოგაწმენთ ხახნო და გემშვიდობებით მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით მადლობა გუშინდელი დღისთვის ყველა თქვენგანს მადლობა იმ ემოციებისთვის იმ სურვილებისთვის იმ დალოცვისთვის და რა ვიცი ღმერთმა 100 მაგათ და 1000 მაგათ უკან მოგიბრუნოთ მე მგონი ადვილი გამოსავალი ვიპოვე ხვალინდელი დღისთვის არ ვიცი ოღონდ აი ვიცი რომ კახეთში მიდივარ მაგრამ სად მიდივარ არც მიკითხია აი რომ იტყვენ ბრმად მივდივარ ნათია შეუძლია გამყიდოს კახეთში ლეკებს მიმყიდოს ვემორჩილებთ აი ნახე როგორ აი ეს არის რა პრაქტიკაა ყველაფერი აი წამებში ვაკეთებ გეუბნები მე ჩემგან მაგარი კონდიტერი დადგება და მალე გამომაგდებენ იქიდან აჰა უკვე აქ მე 12 გავაკეთე და უნდა იყოს 16 ანუ გუნდა მზად მაქვს ძალიან კარგი ამით 4 ჩადება კიდე გამოვა ასე რომ ჩავყინო ერთ-ორ ექსკურსიასაც ეყოფ თავისუფლად ეს დიდია გოგო 2 4 6 8 10 12 15 ერთიც всё დათმაკ აბა ჰე დაგებშტობებით მომავალ ვიდეომდე ხვალე ჩავთავ ინტერნეტს ტელეფონში წავიღებ ორივე ტელეფონს რა თქმა უნდა იმაში კარტა მიდევ და დასარეკად იმას ვიყენებ ძალიან ძვირფასად ნაჩუქარი ტელეფონი და მიყვარს ამ ტელეფონსაც რა თქმა უნდა ვლოგისთვის წავიღებ არ ვიცი ვლოგი იქნება კადრები იქნება ვით კახეთლები ხართ ხახნო და ემიგრაციაში ხართ მაქსიმალურად შევეცდები რომ ყველა კუთხე კუნჭული გადავიღოთ თქვენთვის და შეიძლება ემოციური იყოს თქვენთვის მაგრამ სასიამოვნოდ ამიტომ
მაქსიმალურად ვეცდები რომ ყველაფერი გადავიღო. და წავიღებ მაიკოს ნაჩუქარ power banks, რომ ყოველთვის ეგ პრობლემა მქონდა, რომ ტელეფონი მიჯდებოდა და მაქსიმალურად ვცდილობდი რომ კადრები ისე გადამიღო, რომ სწრაფად და ბატარია დამეზოგა. ახლა power bank-ი მაქვს და გაბედულად ვიხმარ ტელეფონს და ყველაზე ცუდის იყო ხოლმე, რომ შუქს ძალიან დაბლა ვუწევდი ხოლმე, რომ მაქსიმალურად ბატარია დამეზოგა ხოლმე და ეხლა ეგეც აღარ მომიწევს და თვალებს არ დავთხრი. კარგად, ბედნიერ საღამოს გისურვებ და ბედნიერ დილას. დილით თუ ისე ავდექი რომ ყავა აქ დავლიე და რაღაცა აუცილებლად მოვალ თქვენთან ერთად. მოვალ ყავას დავლიე თქვენთან ერთად. წავედი, აბა ჰეი.